თუ შენი iPhone-ი ჭედავს, მაშინ ამ ვიდეოს ძალიან ყურადღებით უნდა უყურო. მოკლედ, რატომ შეიძლება ჭედავდეს iPhone-ი? iOS 26-ის შემდეგ ჩვენ გვაქვს ახალი დიზაინი, რომელსაც ქვია Liquid Glass-ი და უნდა შევიდეთ setting-ებში, შემდეგ accessibility-ში და ჩავთვალოთ reduce transparency. ეს ნამდვილად შეამცირებს ჩვენს პროცესორზე და ვიდეო ამაჩქარებელზე დატვირთვას. შემდეგი ფუნქცია ისევ გვაქვს accessibility-ში, უნდა შევიდეთ accessibility-ში, ავირჩიოთ touch-ი და ჩავთვალოთ ეგრეთ წოდებული assistive touch, რომელიც დაგვეხმარება გავასუფთავოთ RAM-ი ჩვენს iPhone-ზე. ამის შემდეგ უნდა დავაჭიროთ ხმის დაწევის ღილაკს, შემდეგ ჩართვა-გამორთვის ღილაკს და დიდი ხანი შემდეგ assistive touch-ზე. ასევე გვაქვს შემდეგი მეთოდით, როგორიც არის ხმის აწევა, ხმის დაწევა, შემდეგ ჩართვა-გამორთვის ღილაკზე თითის მიჭერა და ბოლოს აი ამ დიალოგზე ხელის გასმა და ტელეფონის გამორთვა. დაახლოებით 5 წუთი დაელოდეთ და შემდეგ ისევ ჩართეთ და ტელეფონი საოცრად გამართულად მუშაობს. აუცილებლად შეამოწმეთ გაქვთ თუ არა iOS-ის ბოლო ვერსია. ვინაიდან Apple ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ iPhone-ი გადის თუ არა ბოლო ვერსიაზე. ასევე შეამოწმეთ აპლიკაციები რა მახსოვრობას იკავებენ თქვენთან, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეთ ისეთი აპლიკაცია, რომელიც არაფერში არ გჭირდება, დავიწყებული გქონდათ და მას ძალიან დიდი მეხსიერება მიჰქონდეს. შეამოწმეთ აპლიკაციების განახლება App Store-ში აუცილებლად, იმიტომ რომ iOS-ზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და შემდეგი, რასაც გირჩევთ, თუ რა თქმა უნდა არ ინახავთ ძალიან საჭირო ინფორმაციას, Safari-ში შედით და გაასუფთავეთ browsing ისტორია. ჩამოდით სულ ქვემოთ და შემდეგ დააკლიკეთ აი ამ ღილაკს და აუცილებლად გაასუფთავეთ. გავიმეორებ, თუ არ ინახავთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინფორმაციას Safari-ში, შეიძლება იყოს ვებსაიტები, login info და ასე შემდეგ, ხო? ამას ძალიან დაუკვირდით და არ გაასუფთავოთ უპასუხისმგებლოდ. აი ახლა როგორც ხედავთ, სრულიად გასუფთავებულია. მოდი ახლა გავიდეთ უკან setting-ებში და ვნახოთ რამდენი გიგაბაიტი დავიბრუნეთ უკან. უკან დავიბრუნეთ არც მეტი, არც ნაკლები 1 გიგაბაიტზე მეტი, რაც არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ასევე თუ ჩამოუყვები ახლა მე აპლიკაციებს, რაც აქ მაქვს და თითოეული მათგანის cache-ს გავასუფთავებ, რა თქმა უნდა უფრო მეტ მეხსიერებას დავიბრუნებ უკან. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო, დროებით გამოიწერეთ გვერდი, ნახვამდის.